თბილისმა ევროპის ურბანული ორიენტირების სერიის City Race ევროტურის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლა. ეს არის ევროპული ლიგა, რომელიც 9 ქვეყანაში ტარდება და მისი მეოთხე ეტაპი თბილისში გაიმართა. შეჯიბრი 2 დღის განმავლობაში განსხვავებულ და საინტერესო ლოკაციებზე მიმდინარეობდა. მზიურის პარკში ურბანული სპრინტი ქალაქისა და პარკის გარშემო ჩატარდა, ზღვის უბნის პარკში კი ტექნიკური შუა დისტანციის სპრინტი გაიმართა. ტურნირში 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ევროპული ორიენტირების ძლიერი გუნდები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ხორვატიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ურბანული ორიენტირება არის დინამიკური სპორტი, სადაც მონაწილეები ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და ისტორიულ უბნებში რუკის დახმარებით პოულობენ საკონტროლო პუნქტებს, რაც ერთდროულად მოითხოვს სისწრაფეს, სწრაფ აზროვნებასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება აერთიანებს სპორტსა და ტურიზმს. ხელს უწყობს ქალაქის პოპულარიზაციას, რადგან მონაწილეები და სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისს და მის ისტორიულ სივრცეებს ეცნობიან. მასშტაბური სპორტული შეჯიბრის პარტნიორი კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia, მის ფლაგმან Coca-Cola-სა და წყალი მთის ბრენდებთან ერთად იყო. მსოფლიო ბრენდის სპორტული აქტივობების მხარდაჭერით ქვეყანაში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს პარტნიორობა ზრდის მსგავსი შეჯიბრების ცნობადობას და ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. ამასთანავე ტურნირის მხარდამჭერი და პარტნიორი იყო თამოსკინი და თამო კოსმეტიკი, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად სპორტში ქალების ჩართულობასა და მათ გაძლიერებას უჭერს მხარს. ძალიან კარგი იყო. პირველ რიგში უნდა აღენიშნოს, რომ ყველაფერი თითქმის იდეალურად შევასრულე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რამდენიმე რთული მონაკვეთი, რომელსაც მარტივად შეიძლება მორბენალი შეცდომაში შეეყვანა. თუ გულისცემა ოდნავ მომატებულია, შესაძლებელია რამდენიმე მარშრუტის არჩევანი გამოგეპაროს. რაც მე თავადაც დამემართა. მე-12 საკონტროლო პუნქტზე მე-11-დან გასვლისას გზა ამერია და დავიკარგე. ბილიკმა შემასწინა, რეალურად პირდაპირ უნდა გამეგრძელებინა მოძრაობა, თუმცა სხვაგან აღმოჩნდი, რადგან ზედმეტად მარტივით ჩანდა პირდაპირ ყოველგვარი აღმართის გარეშე გადაადგილება. ყველაფერი ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. დღეს ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ძალიან გამიგეს და შემიწყვეს ხელი, რომ მარტივად დამეწყო. ყველა წერტილი კარგად იყო მონიშნული. ყველა ძალიან გვეხმარებოდა, როცა აქეთ-იქი დავრბოდით. ადგილობრივებიც კი ცდილობდნენ დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ის წერტილები სად იყო, მათ არ იცოდნენ. ორგანიზება შესანიშნავი იყო. ყველა ძალიან მეგობრული აღმოჩნდა გუშინ. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო გაკეთებული. წერტილები ზუსტად იყო განაწილებული. ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო და კომუნიკაციაც შესანიშნავი. წერილები, რომლებსაც ვიღებდით ცვლილებების შესახებ, ძალიან ნათელი და გამოსადეგი იყო. პირველ რიგში ორგანიზებაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად არის ორგანიზებული და მომწონს საერთოდ ეს ისა, რასაც აკეთებენ ეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. მე მეორედ მივიღე მონაწილეობა, პირველად იყო დიღმის პარკში. იქ ცოტა გამიჭირდა. მეგონა აქ უფრო ადვილი იქნებოდა, რადგან ზეპირად ვიცი მზიურის პარკი, თითქმის ყოველდღე აქ ვარ, მაგრამ თურმე რთული ყოფილა. მაგრამ ამ სირთულეშია ზუსტად საინტერესოც. ეს სირთულეა, ესე საინტერესო და რა ვიცი, წარმატებას უსურვებ ორგანიზატორებს, მინდა